დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გრძელდება გადაცემა და შემოგვიერთდა ირაკლი მურცხოვაძე, პროფესორი, როგორც დავანონსე, ეკონომიკის პროფესორი. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, რომ ხართ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი და როგორც ყოველთვის ბატონო ირაკლი მოგეხსენება ძალიან საინტერესოდ საუბრობს ხოლმე ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ბატონო ირაკლი მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გაიყიდა ლიბერთი ბანკი და რა მოხდა ამის შესახებ, რომ მოგვიყვეთ. პირველ რიგში ვისარგებლებ შესაძლებლობით და სრულიად საქართველოს მიულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღდგა, გილოცავთ და მნიშვნელოვანი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული არის და მთელ საქართველოს ვუსურვებ ბედნიერებას, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას. ახლა კი გადავიდეთ თქვენ შეკითხვაზე და დღევანდელი გადაცემის შინაარსობრივ ნაწილზე. მოგეხსენებათ, საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ბანკი, ლიბერთი ბანკი გაიყიდა დღეს. ლიბერთი ბანკი იყო ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის საკუთრებაში, კერძოდ კი მას აქვს კომპანია Honeywell, რომლის მფლობელიც არის, რომელიც უკვე ინგლისშია რეგისტრირებული. ალბათ ტელევიზიის მეშვეობით მაინც უმრავლესობას სმენია, რომ კონკრეტულად ირაკლი რუხაძე დაასანქცირა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ. ხოლო დიდი ბრიტანეთი არის ევროპის ჰაბი ფინანსურ მიმართულებით. აი თუ ავიღებთ ორ უმსხვილეს ბანკს, TBC ბანკსა და საქართველოს ბანკს, მათი აქციები იყიდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე და იქ კოტირებს. ასევე მსხვილი წამყვანი ქართული მსხვილი კომპანიების აქციებიც იყიდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. იქ ახდენენ ისინი ეგრეთ წოდებულ IPO-ს, ანუ აქციების გამოცემას და გაყიდვას, რითაც თანხა შემოაქვთ მერე საქართველოში ბიზნესისთვის, ამ თქვათ ბანკების შემთხვევაში თავის კაპიტალის შესავსებად და მერე უკვე ეკონომიკაში თანხების ჩასასხმელად. ანუ ირაკლი რუხაძის დასანქცირებამ გარკვეულწილად იმის გამო, რომ ის იყო ამ ბანკის მეპატრონე, მისი დამფუძნებელი კომპანიის მეშვეობით, რისკის დონე გაზარდა ლიბერთი ბანკთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, მან გარკვეული პერიოდის წინ გაასხვისა ტელეკომპანია იმედი, ხოლო ამის შემდეგ უკვე დღეს ვიგებთ, რომ გაიყიდა მის მფლობელობაში არსებული ლიბერთი ბანკი. მიზეზი დაგისახედეთ, ეს არის დიდი ალბათობით სანქციები. ამის გამო მან გაყიდა ეს ბანკი, რომ ბანკს არ შექმნოდა მის ფუნქციონირებაში და ტრანზაქციების განხორციელებაში პრობლემა. ახლა ვინ იყიდა ლიბერთი ბანკი? საინტერესოა, ვინ იყიდა, რა თქმა უნდა. ლიბერთი ბანკი Honeywell Investment Group-ისგან იყიდა, ასე ვთქვათ, რუხაძის კომპანიისგან იყიდა ბაზის ბანკმა. ანუ ბაზის ბანკი თავის მხრივ არის ჩინური კომპანია ასეც ველოდებოდი, ამასაც ველოდებოდი, რომ მიტყოდით. კი ბატონო. ეს ბაზის ბანკი არის ჩინური კომპანია Hualing ჯგუფის საკუთრებაში მყოფი ბანკი. Hualing-ი ალბათ საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის არ არის სიახლე, ყველამ ვიცით თბილისის ზღვაზე არსებული დასახლება, რომელიც ააშენა Hualing Group-მა. ეს კომპანია ჯერ კიდევ 2007 წელს შემოვიდა საქართველოს ბაზარზე. თავიდან აესეთი უძრავი ქონების პროექტი შემოვიდნენ, სადაც ეს ვებერთელა კომპლექსი საცხოვრებელი სახლების ააშენეს. შემდეგ ვიცით, რომ ასევე ძალიან დიდი სავაჭრო ცენტრი, აგრეთ წოდებული Hualing Plaza ააშენეს, სადაც დღეს ნელ-ნელა განვითარდნენ და გაიდგეს ფესი, ასე რომ ვთქვათ, და შევაფასოთ. კი ბატონო, მართალი ბრძანდებით. თუმცა მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებაში თლად სწორი აღქმა არ არის თუ ვინ არის მისი მეპატრონე. ბევრს გონია, რომ ჩინური მთავრობა აკონტროლებს ამ Hualings და აი ჩინეთის ხელისუფლება მიყიდა საქართველოში ბევრი ბიზნესი. მოდით ამასაც გეტყვით, ვინ არის Hualing ჯგუფის მეპატრონე. ეს არის პიროვნება, რომელსაც ქვია მიენჰუა, რომელიც ჩინეთში ჯერ კიდევ
80-იანი წლების მიწურულს დაიწყო ბიზნეს საქმიანობა. თავისი კომპანია პირველი ქარხანა გახსნა 1988 წელს და შემდეგ საკმაოდ წარმატებული და მდიდარი ბიზნესმენი გახდა. საქართველოს ძალიან მოეწონა პირველი ვიზიტის დროს, ახლა მე უკვე შიდა დინებები არ ვიცი. ბევრი ჭორი დადიოდა, რომ ეს გუბერნატორი იყო, რომელიც გამოიქცა ჩინეთიდან, რომელსაც იქ რაღაც უპირებდნენ და არ არის ეს სიმართლე, იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ჯერ ერთი ის გუბერნატორი არასდროს არ ყოფილა და მეორეს ერთი დღესაც ითვლება ერთ-ერთი საპატიო სახელმწიფო თანამდებობის პიროვნებად. ანუ ის არ არის ფუნქციონალური თანამდებობა, რაღაცას კონკრეტულს არ წყვეტს თავის რეგიონში, მაგრამ ეს არის გარკვეული პატივისცემის ნიშანი, ანუ მას ადგილობრივ ჩინურ ხელისუფლებასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს. სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ ეს პიროვნება არის მუსულმანი რელიგიით, არ არის ბუდისტი. ეს არის აღმოსავლეთ ჩინეთიდან წარმოშობით მყოფი ადამიანი. მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ ჩინეთში საკმაოდ ბევრი თურქული წარმოშობის ადამიანები ცხოვრობენ. და ეს რეგიონი ირთმევა ჩინეთის თურქისტანად აღიქვება. ამ ადამიანმა ჯამში მისი ფინანსური ჯგუფის მეშვეობით უკვე განახორციელა $500 მილიონ მეტი ინვესტიცია. ეს სანამ Liberty Bank-ს იყიდა და აი ამ Hualing Plaza-ს აშენების და ფუნქციონირების დაწყების შემდგომ ბევრ სხვადასხვა ბიზნესებში კიდე ჩადეს ფული და მათ შორის ვიცით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საერთაშორისო სანქციები ასევე შეეხო VTB Bank-ს. ეს არის რუსული ვნეშტორგ ბანკის წარმომადგენელი ბანკი საქართველოში და მაშინ გაიყიდა ეს VTB ბანკის მთლიანი აქტივები საქართველოში და სწორედ რომ ბაზის ბანკმა შეიძინა VTB ბანკის აქტივები და რაც იყო VTB ბანკი საქართველოში, ის ყველაფერი შეერთა და გახდა ბაზის ბანკი. ახლა ის რომ ვთქვათ, რომ მანდამაინც ირაკლი რუხაძეს დასანქცირების გამო მოხდა Liberty ბანკის შეძენა ბაზის ბანკის მიერ და ამ ჩინური ჯგუფის მიერ არ იქნება მთლად სამართლიანი. ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ Hualing ჯგუფი უკვე თვეების მანძილზე აწარმოებდა Liberty ბანკის დამფუძნებელთან მოლაპარაკებას მისი აქციების შესყიდვასთან დაკავშირებით. უნდოდა რომ შეეძინა ეს ბანკი. ახლა Liberty ბანკი რატო არის საინტერესო ბანკი? ის თავისი აქტივებით არ არის უმსხვილესი ბანკი საქართველოში. ნამდვილად კი. ხო, მაგრამ მას ყავს ძალიან ბევრი მომხმარებელი. ესე იგი, მისი მომხმარებლების რაოდენობა 1.5 მილიონი საჭარბებს. აქ უნდა ვთქვათ, რომ 700,000 მომხმარებელი ყავს, რომელიც სოციალურ დახმარებას იღებს Liberty ბანკის მეშვეობით. ასევე არიან პენსიონერები, თუმცა ძალიან საინტერესო იქნება და მე მგონი სწორედ ამ კითხვის პასუხისკენ მიდიხართ, რა გავლენას იქონიებს, ხო, ეს ყველაფერი ბატონო ირაკლი. ძალიან საინტერესო იქნება ამ თემაზეც, რომ განვაგრძოთ რა აზრის ბრძანდებით. კი ბატონო. ასევე მართალი ბრძანდებით 800,000-ზე მეტი ადამიანი პენსიას იღებს Liberty ბანკის. და ძალიან ბევრი სამსახური, რომელიც არის Liberty ბანკთან, ასე ვთქვათ, ხელფასების კუთხით გაფორმებული. ზოგი არის ეს რა თქმა უნდა სახელმწიფო სტრუქტურებიც, თუმცა ხშირ შემთხვევაში კერძო კომპანიები. კი, გეთახმებით, რა თქმა უნდა. მოდით აბა ახლა ვნახოთ, ჩვენ ახლა განვიხილეთ, რომ ვთქვათ, მოლაპარაკებას აწარმოებდნენ და გარკვეულწილად ამ რუხაძის დასანქცირებამ მოახდინა ამ პროცესის პედალირება და დაჩქარება, რის შედეგადაც მოხდა ბაზის ბანკის მიერ, ანუ Hualing ჯგუფის მიერ Liberty ბანკის შესყიდვა. ბაზის ბანკმა იყიდა Liberty ბანკის აქციების 95.99%, ანუ ფაქტობრივად მთლიანად საკონტროლო პაკეტი 4% ვიღაცას აქვს, რომელიც შეგვიძლია დაინტერესების შემთხვევაში ასევე გავარკვიოთ. თორე საბანკო მონაცემები საჯაროა. ფაქტობრივად მთლიანად ფლობს. ეს რას ნიშნავს ახლა შევხედოთ საბანკო სექტორისთვის. საქართველოში ყავს ორი მსხვილი ბანკი, რომელიც ფლობს მთელი ბაზრის 80%-ს. ეს არის TBC ბანკი და საქართველოს ბანკი. TBC ბანკი და საქართველოს ბანკი მთელი საქართველოს საბაზრო
კაპიტალიზაცია მარტივი სიტყვებით რო ვთქვათ, მთელი საბანკო სექტორის 80%-ს წარმოადგენენ. Liberty ბანკისა და ბაზის ბანკის გაერთიანებით ამ ორი ბანკის გაერთიანებით, ჯერ გაერთიანება არ მოხდარა, მაგრამ ფაქტიურად ხვდებით, რომ აქეთკენ წავა საქმე. ამ ფინანსური ჯგუფის ხელში აღმოჩნდება საქართველოს საბანკო სექტორის თითქმის 11%, ანუ 10%-ზე მეტი. აქამდე არც ერთ ბანკს არ ქონდა ისეთი წონა, რომ ვთქვათ, ეჭიდავა ან TBC ბანკთან, ან საქართველოს ბანკთან და პრაქტიკულად ოლიგოპოლია ქონდა ქვეყანაში, ორი ბანკი მართავდა საბანკო სისტემას. რაც მთლად კარგი არ არის არც საბანკო სისტემისთვის და არც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, იმიტომ რომ ეს ამცირებს კონკურენციას. პრაქტიკულად ეს შეეწყო კიდევაც საქართველოს საბანკო სისტემას, რაც ეს ორი ბანკი ძალიან გამსხვილდა და კონკურენცია შეუმცირდათ. თვითონ პროდუქტების განვითარებაზეც ნაკლებად ზრუნავდნენ, კლიენტების მომსახურების ხარისხიც გარკვეულწილად შემცირდა. თქვენ არაერთხელ გინახავთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები უკმაყოფილო მომხმარებლების მხრიდან, რომლებიც პრეტენზიებს გამოთქვავდნენ მომსახურე ბანკების მიმართ, განსაკუთრებით TBC და საქართველოს ბანკის მიმართ. იმიტომ რომ კონკურენტი რო არ აყავს აბა საწავა კლიენტი და ამიტომ დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. თანამშრომლების აყვანის მხრივაც საბანკო სექტორი აღარ არის დღესდღეობით ისეთი მიმზიდველი, როგორც წინ იყო. თქვენ თუ გახსოვთ, დაახლოებით 10 წლის წინ საბანკო სექტორში თუ მუშაობდა ვინმე, ის ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნებად და ითვლებოდა, რომ ბანკში მუშაობა ყველაზე პრესტიჟული არის საქართველოში. დღესდღეობით ასე არ არის, იმიტომ რომ ასევე იმის გამო, რომ კონკურენცია დიდი არ იყო, ყურადღებას აღარ აქცევდნენ იმას, რომ მაღალ ანაზღაურებადი და ძალიან კვალიფიციური კადრები მოეზიდათ, ეს ადამიანები სხვა დარგებში გადავიდნენ. ახლა ამ მესამე ბანკის გამოჩენით, რომელიც წარმოადგენს Liberty ბანკისა და ბაზის ბანკის გაერთიანებას, სავარაუდოდ არ ვიცი, გადაარქმევენ სახელს რას დატოვებენ, მაგრამ გამსხვილებით, ხო? ახალი მოთამაშე გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე. რაც საბანკო სექტორისთვის არის ძალიან კარგი. ეს რას ნიშნავს, რომ უკვე აღარ ვიქნებით დამოკიდებული მხოლოდ TBC ბანკისა თუ საქართველოს ბანკის მომსახურებაზე. როგორც დეპოზიტების მხრივ და საბანკო მომსახურების, თქვა, საბარათე თუ გადარიცხვების მხრივ, ასევე საკრედიტო მხრიდან. აქ უკვე მივდივართ საინტერესო მიმართულებებზე. ერთი მიმართულება რა შეიძლება მოხდეს კონკრეტულად Liberty ბანკის მომხმარებლებისთვის, მეორე კი ზოგადად საქართველოს ეკონომიკისთვის. მე ვიცი, რომ თქვენ გადაცემა საკმაოდ ბევრი პენსიონერი, საპენსიო ასაკის ადამიანი უყურებს, მათთვის ეს მნიშვნელოვანი თემაა, აინტერესებთ რა შეეცვლებათ, რა მოხდება. მინდა პირველ რიგში დავამშვიდოს უყველა და უთხრა, რომ მოკლევადი ამ პერიოდში ჯერჯერობით არანაირი ცვლილებები არ იქნება, რა თქმა უნდა. არა, ანუ ნახეთ როგორ მოხდა ეს შესყიდვა. ბაზის ბანკმა კი არ გადაყლაპა პირველ ეტაპზე Liberty ბანკი. მისი აქციები შეიძინა. ანუ Liberty ბანკი, როგორც ცალკე ბანკი, დღესდღეობით არსებობს და რაღაცა პერიოდი იარსებებს. თუმცა სავარაუდოა, რომ დიდი ალბათობით ეს ორი ბანკი გაერთიანდება. შემდეგ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მე მაგალითად ბაზის ბანკის საკმაოდ ბევრ თანამშრომელს ვიცნობ და საკმაოდ კარგი თანამშრომლები ყავთ, კარგი შეკრული გუნდი არის და თუმცა ნაკლებად თითქოს ცნობადი მაინც ამ ბანკებთან შედარებით და ნაკლები მომხმარებლით ბატონო ირაკლი. ანუ როგორი ბანკია, იცით? აი საქართველოს მასშტაბისთვის საშუალო ზომის კლიენტურაც ასეთი საშუალო და მცირე ზომის ბიზნესები ყავდათ, მაგრამ ძალიან მეგობრული და თითქმის ოჯახისავით რომ მეგობრობდნენ თავის კლიენტებთან და ურთიერთობა კარგი ჰქონდათ. ანუ აი ეს თბილი განწყობა გარკვეულწილად ჰქონდათ შექმნილი და ეს საკმაოდ კარგი იქნება მათი გუნდის ასეთი გამოცდილება და პოზიტიური იმიჯი, რაც გააჩნიათ დღეს საქართველოში. გადმოვა ამ ხელა ვებერთელა ბანკზე, რომელიც არის Liberty ბანკი, რომელსაც ძალიან ბევრი ფილიალი აქვს და საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ყავს. გრძელვადიან პერსპექტივაში სავარაუდოდ უნდა ველოდოთ, რომ ეს ორი ბანკი გაერთიანდება, ერთი
გუნდის ქვეშ იქნება. უკვე de facto ვხედავთ, რომ იმის მერე რაც ბაზის ბანკმა იყიდა Liberty ბანკი, ბაზის ბანკის გენერალური დირექტორი დაინიშნა ასევე Liberty ბანკის გენერალურ დირექტორად. ანუ ხვდებით ხო, ერთი კაბინეტიდან ხდება უკვე ორივე ბანკის მართვა, რეალურად უკვე ვხედავთ, რომ ფაქტურად გაერთიანებისკენ მიდის საქმე. და ანუ გრძელვადიან პერიოდში ეს ერთ ბანკად ჩამოყალიბდება. ახლა მომხმარებლებისთვის იგივე პენსიონერებისთვის. და გავლენას იქონიებს კი ზოგადად. ჯერჯერობით გასაგებია და ამას ვარაუდობდით კიდეც რომ არაფერი არ შეეხებოდა, თუმცა სამომავლოდ ხედავთ რაიმე ცვლილებას. კი, სავარაუდოდ იქნება. რა შეცვლიან ბატონო ირაკლი? როგორც გითხარით, მოკლევადიან პერიოდში უცებ არ ეკაკებიან. სიკეთისკენ თუ სიკეთისკენ იქნება თუ არა ცვლილება. ნუ ახლა განვიხილოთ ახლა ეს ყველაფერი რაღაც არგუმენტებს ექვემდებარება ლოგიკას და ნახოთ როგორ შეგვიძლია შევაფასოთ. პირველ რიგში ეს Hualing ჯგუფი ცნობილია, რომ უბრალოდ კი არ ყიდულობს რაღაცებს, ინვესტიციებსაც დებს მე ფულს ამატებს. კი. ხო, იგივე ამ ბაზის ბანკში ფული ჩაასხა და თავის დროზე ძალიან პატარა ბანკი იყო და გამოზარდა ხა საშუალო დონის ბანკი გახადა, ხო? იგივე ამ სხვა ბიზნესები იყიდა, ღვინის ბიზნესი აქვს, თხილის ბიზნესი აქვს, რაღაცები, ამაშიც ფული ჩადეს. მარტო კი არ ყიდულ. ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს Liberty ბანკისა და ბაზის ბანკის გაერთიანება, უბრალოდ გაერთიანება კი არ იქნება, კიდე ფულს ჩადებენ ამაში. ანუ განვითარდება Liberty ბანკი, ეს ერთი პლუსი. მეორე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩინური კაპიტალი არის ეს, გითხარით ეს პიროვნება ჩინეთიდან არის ამ კომპანიის დამფუძნებელი და ჩინეთი თავისი მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე საკმაოდ კარგად ოპერირებს ისეთ ბიზნესებში, რომელიც ეხება ბევრი ადამიანის მართვასა და მომსახურებას. Liberty Bank ზუსტად ასეთი მენეჯმენტი ჭირდება, რომელიც მორგებულია ბევრი ადამიანის მართვასა და მომსახურებაზე. ხა სიმართლე ვთქვათ, ირაკლი რუხაძე არ იყო ბანკირი. ის იყო იურიდიული განათლების მქონე, ბადრი პატრაკაჩიშვილის იურისტი იყო თავის დროზე, ამიტომ ხა Liberty Bank-მაც დიდად ვერ იგრძნო თავის თავზე მისი ფლობელობაში მოსვლით რაღაცა განსაკუთრებული რეფორმები და წინსვლები. ამ ხრივ საინტერესო იქნება, რომ ჩინური საბანკო გამოცდილება შემოვიდეს Liberty Bank-ში, რომელმაც შეიძლება უფრო ცენტრალიზებული გახადოს საბანკო მომსახურება. უკეთესად მორგებული ბევრი ადამიანის ერთდროულად მომსახურებაზე. ძირითადად რა პრობლემები არის, ხო, Liberty Bank-თან მიმართებაში? ეს არის სასწაული რიგები, რომელიც სამწუხაროდ ვერ მოგვარდა. წლების განმავლობაში თან, ხო, შეიძლება რაღაცა კუთხით, აი, რაღაც მიმართულებით ამ საკითხთან დაკავშირებით ნაბიჯები გადაიდგას, ეს კი მე რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ეს ამბავია Liberty Bank-ში. ზოგ ადამიანს არ შეუძლია, იცით, ყველას ეჩქარება ამ პენსიის აღება, არიანი გავადმყოფები, არიან ადამიანები, რომლებსაც გადაადგილება უჭირთ და რაღაცა მიმართულებიდან არის იმისი რესურსი, რომ ეს ვისაც არ შეუძლია გადაადგილება ან სახლში მიუტანოს კურიერმა ან რაღაც მიმართულებით გადაიდგას ბატონო ირაკლი ნაბიჯები, იცით, ძალიან ცოდუა ხალხი, რომ სოფლებში კიდევ სოფლებიდან მიდიან ქალაქებში, დიდ ქალაქებში ელოდებიან მთელი დღე იქ არიან, მერე შეუძლოდ ხდებიან და ცუდი ვითარება არის ამ კუთხით ძალიან. მე მგონი უნდა ჰქონდეს ბანკს იმის რესურსი, რომ კურიერების დახმარებით ადამიანებს ვისაც არ შეუძლიათ მიაწოდონ პენსია სახლში. პირველ რიგში დაგეთანხმებით, რომ ეს მართლა დიდი პრობლემაა. მე მაგალითად მოსმენით კი არ ვიცი. ცხონებული მამა ჩემი სანამ ცოცხალი იყო, უკვე ასაკში რო შევიდა, უჭირდა მარტო მისვლა ბანკში და მე მთხოვდა რომ წამიყვანეო ხოლმე და ესე იგი საათობით ველოდებოდით ბანკის ფილიალში რიგის მოსვლა. საათობით. მე არ ვიძახი იმას რომ თქვა 5 წუთი, 10 წუთი, 15 ნახევარი საათი. კი. 2 საათი თავისუფლად ყოფილვარ იქ რიგში მამაჩემთან ერთად. და შეიძლება მეტიც, როდესაც უფრო მეტი დიდი. ახლა წარმოიდგინეთ, მამაჩემს უკვე თვითონ მისვლა უჭირდა, როგორ მდგომარეობაში იყო ასაკოვანი ადამიანი იყო და ასეთები კიდე რამდენი იყო იქ ხოლო ძირითადი მომხმარებელი საპენსიო ასაკის ხალხია, რომელიც უკვე პატარა ბიჭები და გოგოები არ არიან, რომ უცებ მიირბინონ და ანუ უჭირთ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და კიდე ამის გარდა დახუთულობაში, რიგში, ფეხზე მდგომნი იქ ელოდებოდნენ მათ რიგის მოსვლას. მეორე კიდე გარკვეულწილად მე ვიცი, რომ საკურიერო მომსახურება, ანუ ადგილზე მისვლით მომსახურება არის მასში Liberty Bank-ში, მაგრამ ის
ყველა მომსახურებას არ ეხება და ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები, საპენსიო ასაკის ადამიანები, გარკვეული კითხვები აქვთ, რაღაცა თანხაზე გაუგებრობა რო ხდება, უნდათ მისვლა და ადამიანთან დალაპარაკება გაგება, რატო ჩამომეჭრა ეს თანხა, რატო არა მაქვს, ეს პროცენტი რატო არის ამხელა წაღებული, ჩამოჭრილი და ხშირად ის შეკითხვები და ბევრ შემთხვევაში ბანკში მისვლის გარეშე რთულია ამის გაგება, იმიტომ რომ ოპერატორისგან მთელ ინფორმაციას ვერ მიიღებ, ანუ ეს ნამდვილად აღსანიშნავია, რომ ავტომატიზაციის საკითხი არ იყო შესაბამის დონეზე მიყვანილი და ბანკს გარკვეულწილად არ ქონდა მოგვარებული ის თემა, რაც მისთვის ერთ-ერთი მთავარი იყო, ეს არის საპენსიო ასაკის ადამიანების ხარისხიანი და სწრაფი მომსახურება. რის იმედიც გვაქვს, რომ აი ამ ახალი კომპანიის შემოსვლით შეიცვლება. და ისიც ვივარაუდოთ, რომ ჩინურ გამოცდილებას თუ გადმოიტანენ, ძალიან კარგი იქნება. ახლა კიდე ერთი მნიშვნელოვანი თემა. ბევრ ადამიანს აქვს სესხები აღებული Liberty Bank-ში. აქ ბიზნესებზე მეტად უფრო საუბარია პენსიონერებზე. ვიცით, რომ საპენსიო ასაკის ადამიანები იღებენ პენსიას იქ და შესაბამისად ამ პენსიის უზრუნველყოფით მერე სამომხმარებლო სესხებსაც იღებენ, რომელზეც ხშირ შემთხვევაში ჩივიან, რომ პროცენტი ძალიან მაღალი არის, რომ პრაქტიკულად მთელი პენსია მიდის სესხის დასაფარად. ეს საკითხიც გარკვეულწილად დასარეგულირებელი არის. ერთის მხრივ არის საბანკო ინტერესი, რომ მოგება მიიღოს ბანკმა და არ იზარალოს, მეორეს მხრივ უკვე ეს არის პენსიონერების ჩვენი ღვაწლმოსილი მოქალაქეების დამსახურებული მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინება. ეს საკითხიც დასარეგულირებელი იქნება. ეს არ არის მარტივი საკითხი, მაგრამ შრომა დაჭირდება და იმედია გარკვეული გაუმჯობესება ამ მიმართულებითაც იქნება. ახლა ვთქვათ, მარტო მომხმარებლებზე რო არ ვილაპარაკო. ზოგადად ეკონომიკაზე როგორი მოქმედებს, ესეც მაინტერესებს ბატონო. კი ბატონო, აი ახლა საინტერესო შეკითხვა დასვით, ზოგადად ეკონომიკაზე რა ზეგავლენა ექნება. რა თქმა უნდა. ახლა ბოლო პერიოდში ხშირად ტელევიზიით მიდის განხილვა ფასების ზრდისა და ფასების შემცირების შესახებ, რომ სამთავრობო კომისია შეიქმნა, საპარლამენტო კომისია შეიქმნა, დაატარებენ ამ ბიზნესმენებს წინ და უკან, რომელი ბიზნესმენი შეგიმცირებს საკუთარ მოგებას, მე არ ვიცი, ბიზნესის აზრი ის კი არ არის, რომ ვიღაცას მანდამაინც მანდარინი მიუტანონ დახლზე და გაახარონ, რომ საღამოს უგაცას მანდარინი იქნება. ბიზნესის შინაარსისა. მე მგონი მაინც მოგვიწევს დღეს მანდარინზე და ბალზე საუბარი ბატონო ირაკლი. არც ეგ არ არის პრობლემა დამიჯერა. გადაცემის ბოლოს. თუმცა ღიად ვთქვათ, სიმართლე ვთქვათ, ის რაც ყველა მიცის დღეს უკვე საქართველოში არ ვიცი დამალული არ არის, რომ ბიზნესის მთავარი მიზანი არის მოგების მაქსიმიზაცია. რა თქმა უნდა. და ბიზნესმენები არ არიან გულჩვილი კეთილი ბებია-ბაბუები, რომლებიც შვილიშვილებისთვის კამფეტის საყიდად ბოლო ფულს გამოიღებენ ჯიბიდან. ესენი არიან ხშირ შემთხვევაში ძალიან მებრძოლი და მტაცებელი ხასიათის მქონე პიროვნებები, რომელიც სხვა ჯიბიდან ამოუღებს ფულს და თავის ჯიბეში ჩაიდებს და ეხლა იმის მოლოდინი, რომ ისინი თვითონ თავის კეთილი ნებით აი რაღაცა პროდუქციაზე ფასებს შეამცირებენ და ამითი მოგებას შეიმცირებენ და ხალხს დაეხმარებიან, ცოტა რაღაცა ინფანტილური, ეს არ მოხდება, ხედავთ, ხო? და ის მეთოდი, რასაც დღეს მთავრობა აწვება, რომ ფასების შემცირება ცდილობს კომისიის მეშვეობით, ყოველთვის გამართლებული არ არის. ამას სხვა მიდგომა ჭირდება, ჯერ ერთ ამისთვის არსებობს ანტიმონოპოლიური სააგენტო, რომელიც თავის საქმეს უნდა აკეთებდეს, მარტო ხელფასებს კი არ უნდა იღებდნენ და აღარ უნდა უწევდეს საპარლამენტო კომისიას ამ თემაზე მუშაობა და შეხვედრა ყოველკვირეულ რეჟიმში, ხო? ესე იგი თვითონ სააგენტოს აქვს რაღაცა პრობლემა და ეფექტიანად არ მუშაობს. პირველ რიგში ამაზე უნდა ეზრონა მთავრობას და პარლამენტს, რომ ეს უწყება შეეცვალა, რეფორმა ჩაეტარებია და ქმედუნარიანი კადრები მieყვანა და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება დაენიშნა იქ მყოფი ადამიანებისთვის. მაგრამ ხო ვიცით, რომ საქართველოში განათლებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით ხშირ შემთხვევაში არ იყვანენ საჯარო სამსახურში, არამედ იყვანენ შინაურული და ახლობლური მიდგომით, რაც სამწუხარო რეალობაა და პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ ახლა როგორც ეკონომისტი გეტყვით, რომ ამაზე ბევრად უფრო სერიოზული ინსტრუმენტი ფასების კონტროლისთვის, ზოგადად ქვეყანაში ინფლაციის კონტროლისთვის კომისიები კი არ არის. თელმა მსოფლიო ეკონომისტებმა იციან ეს, რატომღაც საქართველოში ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ. ეს არის მონეტარული პოლიტიკა.
მონეტარული პოლიტიკა რა არის? ეროვნული ბანკი რასაც აკეთებს და საბანკო სექტორი. ანუ ქათმის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებლების მოყვანა კი არ არის პარლამენტში მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ფასები დარეგულირდეს ქვეყანაში. ეროვნული ბანკის სწორი მუშაობა და კოორდინირებული მუშაობა ფინანსთა სამინისტროსთან ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ფასების დარეგულირებისთვის ქვეყანაში. ვიდრე ის, რომ ბარკლების მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებლები ატარო პარლამენტში. ამას ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს ხლა. ავიჯერო არ იციან ეს პარლამენტში მეეჭვება. მაგრამ გარკვეულწილად ეს რაღაცა შოუს უფრო გავს, ვიდრე რეალურად გადადგმულ ნაბიჯებს. ამიტომ ეკონომისტებმა ეს ღიად გაცხადებულად ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ფინანსური ინსტრუმენტები, ანუ ფულად საკრედიტო პოლიტიკა და მონეტარული პოლიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა არის ორი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. ერთი არის ბიუჯეტის და ფინანსთა სამინისტროს ხელში, მეორე არის ეროვნული ბანკის ხელში. ხა ეროვნული ბანკი აწესებს საპროცენტო განაკვეთს, ეგრეთ წოდებულ რეფინანსირების განაკვეთს რო ეძახიან საქართველოში და მაგ საპროცენტო განაკვეთზე არის მიბმული მთელი საბანკო სექტორის საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებსა და სესხებზე. და აი ამ ინსტრუმენტის მიხედვით ხდება იმის განსაზღვრა თუ რა პროცენტით გაიცემა სესხი მერე მომხმარებლებზე. იქნება ეს სამხმარებლო სესხი, როცა ადამიანს ახალი ტელეფონის ყიდვა უნდა, იპოთეკური სესხი, როცა ოჯახს ბინის შეძენა უნდა, ან თქვა ბიზნეს სესხი, როდესაც რომელიღაცა კომპანიას ახალი ქარხნისა თუ მაღაზიების ქსელის გაფართოება სჭირდება. ახლა ამ თვალსაზრისით ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის დამიჯერეთ რაღაცა კომპანიების დამფუძნებლების მიყვანაზე ის რომ ახალი მსხვილი ბანკი იქმნება, რომელიც კონკურენტი იქნება საბანკო ბაზარზე. თუ ამაში და სავარაუდოდ ჰუალინგ ჯგუფის მოქმედებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ჯგუფი ჩააცხავს კიდევ დამატებით ფინანსურ რესურსს ამ ახალ მესამე დიდ ბანკში. მეტი თანხის მიწოდება მოხდება ბაზარზე, უფრო კონკურენტული, რამაც შეიძლება გამოიწვიოს იმედი ვიქონიოთ საბანკო პროცენტის შემცირება. იმიტომ რომ ის საბანკო პროცენტი, რომელიც არის საქართველოში სესხებზე განსაკუთრებით, არის, რა გითხრათ, ევროპაში და ამერიკაში მსგავსი საპროცენტო განაკვეთები არავის არც გაუგია. ყველას ყავს უცხოეთში უკვე ემიგრაციაში წასული ახლობლები, რომლებიც რეკავენ და ამბობენ, რომ 2%-ში, 3%-ში აქვთ საკმაოდ დიდი თანხები, ხშირად უფრო ნაკლებ პროცენტში, %-ნახევრიანი სესხებიც არის, მრავალწლიანი სესხები, აღებული სესხები და იმ თანხებით ბინებს ყიდულობენ, ცხოვრებას იწყობენ და ბიზნესებს აკეთებენ და უკეთესად ცხოვრობენ. ანუ საქართველოში ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ეკონომიკის განვითარებისა არის ძვირიანი სესხი. მათ შორის მოსახლეობისთვისაც მომხმარებელი რომ ვერ ყიდულობს ტელეფონს, იმიტომ რომ განვადება მისთვის ძალიან ძვირია, უარს ეუბნებიან, ეს ხო რას ნიშნავს, რომ რაღაცა კონკრეტულ კომპანიას არ ეყიდება თავის პროდუქცია, ანუ ვერ ფართოვდება სწრაფად. თუ გავითვალისწინებთ ამას, ეს საკმაოდ კარგი ტრენდი არის, მოლოდინი უნდა გქონდეს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი და შესაბამისად საქართველოს სრულად ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახდება და უფრო მეტი სესხი შეიძლება გაიცეს, უფრო ნაკლები საპროცენტო განაკვეთით და ადამიანებისთვის სესხის ტვირთი ცოტა შემსუბუქდეს. ეს რაც შეეხება საბანკო სექტორის ზეგავლენას საქართველოს ეკონომიკაზე. ანუ ჯამში რომ შევაჯამოთ ეს მიმდინარე მოვლენა, მინდა გითხრათ, რომ ჩემის აზრით და ბევრი ეკონომისტის აზრით, გარდა ჩემი პირადი აზრისა, საკმაოდ კარგი რაღაცა მოხდა, ჯამურად თუ შევაფასებთ. ეს ერთი რომ ორი ბანკის ხელში აღარ იქნება საქართველოს ეკონომიკა, რაც აი ამ წამყვანი ბანკებისთვისაც კარგია, შეფხიზლდებიან, უფრო მეტი კონკურენცია იქნება, მოსახლეობისთვისაც კარგია, საბანკო სექტორისთვის ზოგადად კარგია და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვისაც უკეთესი იქნება. ასევე მე მინდა შევეხო ზოგადად ფასებს და იმ გაძვირებას, რაც ჩვენს ქვეყანაშია. მოდით დავიწყოთ ბატონო ირგლის საწვავის გაძვირებიდან. ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვა ამას საზოგადოების მხრიდან და
რეალურად მართალიც არის, იმიტომ რომ ისედაც მოგეხსენებათ, რომ ძალიან ძვირია საწვავიც და მანქანის შენახვაც და ყველაფერი ძვირდება ყოველდღურად, სადაც გავდივართ და რომელ მაღაზიაში ესე იქნება ტექნიკა, ეს იქნება მანქანის ნაწილები თუ აი ნებისმიერ ადგილზე ყველაფერი ყოველდღე ხდება გაძვირებული. ხომ არ გრჩებათ შტაბ-ჭდილება, ну ახლა ზოგადად სანამ გადავალთ კონკრეტიკაზე, რომ ისეთ კანონებს იღებენ და ისეთ რეგულაციებს იღებენ, რომ თითქოს და აი ტრანსპორტიდან უნდათ რომ გადასვან ხალხი ფეხით სასიარულოდ რა, რომ თვითონ რაღაც გარკვეულმა რაოდენობამ ჩინოვნიკების ბასლეინებზე იაროს პრივილეგირებული მანქანებით. მე მგონი ეს ბასლეინებიც იმიტომ გაკეთდა ზოგადად ქალაქში არის საშინელი მდგომარეობა საცობების მხრივ ფიზიკურად შეუძლებელია მანქანით გადაადგილება. ну ახლა ფსიქოლოგიურად რამდენად არასასიამოვნოა საცობში რო დგახარ საათზე მეტი და ამ დროს უცებ ვიღაცა ამ ბასლეინზე რო ჩაგიქროლებს თავისი საშვის მეშვეობით და 2 წამში გადის იმ დისტანციას, რომელზეც შენ უკვე საათის განმავლობა შეელოდებ ეს გარკვეული უსამართლობის განცდას ვადებს და ცუდია რომ ამაზე არ ფიქრობენ და არ ცდილობენ ამ საკითხის გადაჭრას. ანუ როგორ ჭერიან იცით საკითხს, იმიტომ ისე კი არ ჭერიან რომ აი მოდით მოვაგვაროთ პრობლემა რომ საცობი არ იყოს და მეტმა ტრანსპორტმა შეძლოს გადაადგილება. არა, მოდი როგორ მოვაგვაროთ იცი? მანქანებით სიარული გავაძვიროთ და ხალხია ვაიძულოთ რომ მანქანებიდან გადმოვიდნენ ან საჯარო ტრანსპორტზე ან ფეხით მოსიარულეები გახდნენ. თან ეს საჯარო ტრანსპორტით არ არის იმ რაოდენობით რომელიც კარგად მოემსახურებოდა მოსახლეობას, ხო, აღიაროთ ეგეც. მარტო ავტობუსების შემოყვანა არ არის საკმარისი, ამ ავტობუსებს შესაბამისად გაწვრთნილი მძღოლები ჭირდებათ, რომელიც საკმარისი რაოდენობით არ არიან საქართველოში. მოკლედ ეს ზოგადი განწყობისთვის გითხარით, თუმცა კონკრეტულად საწვავის ფასებთან დაკავშირებით რო ვილაპარაკოთ, აი ახლა დღეს ვინც მოძრაობს ქალაქში და შეიძლება რადიოთი გვისმენს ავტომობილში და ძალიან ბევრი ადამიანი გვისმენს. კი ბატონო, კი. ხშირ შემთხვევაში მეც ბევრი მირეკავს და მეუბნება რომ აი რადიოთი გისმინეთ და. დიახ. ხო, აი მძღოლებმა რომ გახედონ ბენზინგასამართსადგურებს, ნახავენ რომ მაგალითად ისეთი ფასებია საწვავზე, რომ აი პრემიუმი ღირს 3.5 ლარი. დიზელი ღირს 3.90 ხანდახან 4 ლარიც. ანუ სასწაული ფასებია საწვავზე. ხო, ცოტა ფართოდ რომ განვიხილოთ რა მოხდა და რის გამომოხდა ეს ყველაფერი. აბა რა მოხდა ახალი წლების მერე პატრიცემ ლონათია თუ გახსოვთ? ყველაზე ცნობილი ამბავი რა იყო მსოფლიო პოლიტიკაში? არ მახსოვს რაზე საუბრობ. აბა ყველაზე დიდი ამბავი რა მოხდა ზამთარში ახალ წლებზე? არ მახსოვს რა, ვერ ვიხსენებ. ერთი ქვეყნის ლიდერი უცებ გაუჩინარდა თავის ქვეყნაზე და სხვა ქვეყანაში აღმოჩნდა უცებ ერთ დღეში. სად მოხდა ეგ ამბავი? მოიტაცეს რა ერთი ქვეყნის პრეზიდენტი და წაიყვანეს სხვა ქვეყანაში, აბა სად მოხდა ეგა? არ ვიცი. ვენესუელაში. მადურო. შეერთებული შტატების სპეცნაზმა ჩაატარა სპეცოპერაცია და გაიტაცა მადურო, გადაიყვანეს ნიუ-იორკში და ახლა ის დაკავებულია და აპირებენ მის გასამართლებას. გაგახსენდათ ეგ ამბავი? კი ბატონო. ხო. მადურო იყო ვენესუელის პრეზიდენტი. მე თუ გახსოვთ, ტრამპმა თითი დაუქნია ვენესუელაში, ხო, ვიცე-პრეზიდენტი გახდა, ხო, ის ქალბატონი. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, სანამ ახალი არჩევნები ჩატარდება და უთხრა, რომ ახლა შენო ჭკვიანურად თუ არ მოიქცევიო, ამას რაც მოვიდა უარესი მოგივაო. შენ შეგჭამ და შენ ბარტყებსაც ეს ცნობილი ქართული ზღაპრიდან რო გავიხსენოთ. და სხვა შორის ხალხური ანდაზები და ხალხური ზღაპრები საკმაოდ ბრძენი რაღაცა არის. ну შეშინდა რა თქმა უნდა ვენესუელის მოქმედი ხელისუფლება და წავიდა ყველანაირ დათმობაზე ტრამპთან. ტრამპის მთავარი მოთხოვნა რა იყო, იცით, ამ ინტერვენციის შემდეგ ვენესუელის მიმართ? შემოუშვით ამერიკული ნავთობ კომპანიები, რომ მათ დაიწყონ ვენესუელური ნავთობის მოპოვება და გადამუშავება. ახლა გეტყვით რატო იყო ეგ მნიშვნელოვანი მსოფლიო ეკონომიკისთვის. თქვენ როგორ გონიათ, ყველაზე მეტი ნავთობი რომელ ქვეყანაში მოიპოვება? ვის აქვს ყველაზე დიდი ნავთობის რეზერვები? ირანს ალბათ ხო? არა, ჩემი გოგო.
ვენესუელას. ой, რას ბრძანებ? ვენესუელას ჩვენ კიდევ ვიცით, რომ ყველაზე მდიდარი ამ კუთხით ირანია. არა, ნუ რას უკაცრავად. ყველაზე მეტი ნავთობი მსოფლიოში, ნავთობის მარაგები. ანუ ტრამპმა ძალიან გონივრული სვლა გააკეთა. ხო, ანუ რა გააკეთა? რა გინდათ რომ ამითი გვითხრათ? მაინც ახლა მიგიყვანთ მან რას გეუბნებით. ანუ ამერიკის გვერდით იქვე ყურის ძირში ასე ვთქვათ, იყო მშვენიერი ქვეყანა ვენესუელა, რომელშიც არის ძალიან ბევრი ნავთობი და რომლის ხელისუფლებაც თავისი უნიათობისა თუ კორუფციის გამო ამ ნავთობს საკმარისი რაოდენობით ვერ აწარმოებდა და ხარისხიანად ვერ ამუშავებდა და მოკლედ ფული არ ყოფნიდათ იმისთვის რომ საკუთარი მოსახლეობას კარგად ეცხოვრა. არა, წარმოიდგინეთ, სოფლიოში ერთ-ერთი უდიდრესი ქვეყანა ბუნებრივი რესურსებით ვენესუელა და თუმცა აი მეც და ალბათ ყველა ადამიანსაც ირანი გონია, ირაკლი. არა, ზუსტად გეუბნებით, შეუძლია ხალხს დაგუგლოს და კითხოს, მაგრამ ChatGPT-ს კითხოს, ან Google-ს კითხოს, სად არის მეტი ნავთობის მარაგი, ირანში თუ ვენესუელაში და პასუხს მიიღებენ და მე ნახავთ, რომ ვენესუელაშია. ვენესუელაში სოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მარაგი არის ნავთობის. და ახლა ტრამპმა რა გააკეთა? დაეთანხმა რა თქმა უნდა ვენესუელის ხელისუფლება და ახლა უკვე მიდის იქ სამუშაოები იმისთვის, რომ ამერიკელმა კომპანიებმა გადაიბარონ ვენესუელა ნავთობის გადამამუშავებელი და ნავთობის მომპოვებელი ქარხნები, იქ საკმაოდ დიდ ფულს დებენ რაღაცა ძველი და ჩამორჩენილი ქარხნები კი არ იყოს, განაახლონეს ინფრასტრუქტურა, ახალი ქარხნები ჩადონ, ახალი ჭაბურღილები გააკეთონ, ბევრი ნავთობი მოიპოვონ, მაღალხარისხიანი და რომელიც თვითღირებულებაც უფრო ნაკლები იქნება და კონკურენტული. წარმოიდგინეთ, რომ ნავთობი მეტი აქვს ამერიკას, იმიტომ რომ ვენესუელა ხელში ჩაიგდო და რო გამოუშვას ეს ნავთობი ბაზარზე რა მოხდება? ნავთობის ფასი დაეცემა ძალიან მაგრა ქვემოთ და იმდენ ფულს კი ვეღარ იშოვიან. ამიტომ არსებობს ესეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, შეიძლება ხსმენიათ კიდევაც ზათია, ამას ქვია OPEC-ი. OPEC-ი არის ნავთობის მწარმოებელი და ექსპორტორი ქვეყნების გაერთიანება. მასში შედის არაბეთის ნახევარკუნძულის სახელმწიფოები და მის გარდა კიდე რუსეთი, ვენესუელა, სხვა ქვეყნები, რომლებიც ნავთობს აწარმოებენ და ერთად წვიტავენ ყოველ დღიურად ჯამში მსოფლიოში რამდენი ნავთობი უნდა გამოვიდეს, რომ არ გაიაფდეს ძალიან ნავთობი და ძალიან არ გაძვირდეს. ახლა ტრამპს აქვს ეგეთი პრობლემა, რომ ხელს ჩაიგდო ნავთობის დიდი მარაგები, მაგრამ ეს რომ გამოუშვას უცებ ბაზარზე, ხო იცი ზედმეტი ჭარბი მიწოდება რომ გამოდის, არც არ მიშობა, ნავთობი იქნება თუ მანდარინი იქნება, გაიაფთება და მე მოგებას ვეღარ მიიღებს ის მწარმოებელი კომპანია. ამიტომ უნდა რომ ნავთობის მიწოდება მსოფლიო ბაზარზე შეზღუდოს სხვა ქვეყნის ხარჯზე და ამ სხვა ქვეყნის გაყიდულ ნავთობი არ გაიყიდოს და თავისი ვენესუელური ნავთობი მეტი გაიყიდოს. რომელი ქვეყნით შეიძლება ვენესუელური ნავთობი ვენესუელის ნავთობი რომელი ქვეყნის ნავთობი შეიძლება ჩაანაცვლოს მაშინ? ირანის მაგალითად, ან საუდის არაბეთის, ან ყატარის. ეს ყველა ქვეყნები ორმუზის სტრუტის მეშვეობით ატარებენ თავის ნავთობს და გახდეს ლიდერი. ხო, ანუ იმათმა ვეღარ გაყიდონ იმდენი ნავთობი, გაყიდონ ამერიკელებმა უფრო მეტი ვენესუელური ნავთობი, ფულიც მეტი იშოვონ ამერიკელებმა და უფრო მეტად სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა გახდეს დამოკიდებული ამერიკაზე. გამოსავალი, აი, როდესაც ამ მომთან დაკავშირებით, ხო, ნახოს ის გამოსავალი, რაც რეალურად ამ ხო, ანუ ნახეთ სინამდვილეში ძალიან ჭკვიანურ ნაბიჯებს გავენ ამერიკელები და ეს მე უბრალოდ გული მწყდება, რომ ხშირ შემთხვევაში აი აქამდე მიგვიყვანეს ჩვენ, როდესაც საქართველოს იყო ერთ-ერთი უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები დაკომპლექტებული ქვეყანა. 80-იან წლების მიწურულს ევროპაში რომ მიდიოდა საქართველოსდან რაიმე დარგი სპეციალისტი, თავისუფლად უწევდა ოპონირებას და ხშირ შემთხვევაში ჯობნიდა კიდევაც თავის კოლეგას რომელიმე სხვა ქვეყნიდან. და ახლა აი ეს პროფესიონალიზმის დეფიციტი რო არის, ვერ ხვდება, ვერავინ ვერ უხსნის ხალხს კარგად რა ხდება. ყველას გონია რომ აბა რა ხდება. აიათოლე შახაბაზებს თავის დასაჭრელად ჩავიდა ტრამპი. არ არის ეგ ახლა სერიოზული მიდგომა რა. ანუ რეალურად ტრამპის ადმინისტრაცია შევიდა იმისთვის ორმუზის სრუტეში, რომ სოფლიო ნავთობის ფასებზე, რაოდენობაზე და გადინებებზე გაზარდოს თავისი ზეგავლენა და კონტროლი.
რაც ძალიან ჭკვიანურია შეერთებული შტატებისთვის. აი ჩვენ რო გქონდეს ამის გაანალიზების უფროსი, მეტ მოგებას მივიღებდით ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. მაგრამ სამწუხაროდ ფაქტია ის, რომ ასეთ დონეზე ამისი ანალიზი ჩვენთან ბევრს არ გაუკეთებია. ახლა კიდე რა მიუთითებს ამაზე, ნახეთ? ეს ომი რო დაიწყო, რო დაბომბა შეერთებულმა შტატებმა ირანი და იქ ეს აიათოლა რო მოკლეს და მთელი ირანის ეროვნული გვარდიის თუ რაღაც რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი რო გაანადგურეს, მერე ირანმა დაიწყო ორმუზის სრუტის ბლოკადა, არ უშვებდა იქიდან ტანკერებს ნავთობით. ამერიკამ ხო შეუთვალა, ახსენით, თორე კიდე დაგბომბავთ ერთ დღეშიო, ისე დღეს დაგაყევთ, რომ საერთოდ ცივილიზაციას აღვით მიწიდანო. ეს გვახსოვს ტრამპის სიტყვებია, რომელიც თავის სოციალურ მედიაში Truth Social-ზე დადო. და შემდეგ გადაკოპირდა უკვე Facebook-ზეც და სხვა მედია საშუალებებზე. კარგი დაეთანხმა ირანი და გავხსნითო სრუტესო და აღარ დაუმბობავთ ტანკერებს. რა მოხდა მაგის შემდეგ? თვითონ ამერიკის პრეზიდენტი ამბობს ტრამპი, რომ აეხლა ჩვენ განვახორციელებთ ბლოკადას ორმუზის სრუტის. და იქიდან არ გამოვა გემი ისე თუ ჩვენთან არ იქნება შეთანხმებული, სანამ ირანი ყველა ჩვენ მოთხოვნას არ დაეთანხმება. ანუ უკვირს ხალხს რა, ერთი კვირის წინ კაცი იძახდა რომ გახსენით ეს სრუტეო, რომ ტანკერები გამოვიდნენ იქიდან და ნავთობი მსოფლიოს სხვა ქვეყანაში შევიდესო, კაი გავხსენითო ირანელებმა უთხრეს და მე როგორც კითხვეს გავხსენითო მეორე დღეს თვითონ დაკეტა ტრამპმა ეს სრუტე? რატო ხო რაღაცა ლოგიკაში თითქოს არ ჯდება ესე რომ კითხულობ. სიამდვილეში რა ხდება? სპეციალურად უნდა რომ დაკეტოს რომ კონტროლი კონდეს რამდენი ნავთობი გავა და შემოვა არაბული და ქვეყნებიდან და ირანიდან და ამ დროს ვენესუელური ნავთობი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდეს კლიენტების მისი მსოფლიოს სხვა ქვეყნისთვის. დაახლოებით 8 წუთი გრჩება გადაცემის დასრულებამდე და ჩვენ არა მარტო საწვავზე, არამედ მინდა რომ ფასების გაძვირებაზე ვისაუბროთ, მედიკამენტებზე, ხილზე და ბოსტნეულზე. აი რა არის იცით? ირაკლი იცით რა მაინტერესებს ახლა პრემიერმა როდესაც შექმნა კომისია, დაიხარჯა ფული, აიყვანეს თანამშრომლები, რომ უნდა ემუშავათ მათ, რომ ფასები დაკლებული იყოს სხვადასხვა მიმართულებით. ხო, ასე იყო, ხო? ჩვენ ასე მოვისმინეთ, ასე გავიგეთ, რომ უნდა გაიაფებულიყო ქვეყანაში რატო გჯერათ ფასები? გასაგები არ. რატო გჯერათ? მე პირადად არ მჯერა, ირაკლი, ხა იცი ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მე არ მჯერა პირადად, თუმცა არიან ადამიანები, რომლებმაც დაიჯერეს ეს ყველაფერი, რომ აი კობახიძემ შექმნა კომისია, უნდა გაიაფდეს, უნდა ასე მოხდეს, მაგრამ რეალურად უფრო და უფრო უკანრო მიდის ჩვენი ქვეყანა ფაქტის ახეზია, ხო? აი, სადამდე უნდა ველოდოთ კვერცხით 15 ლარი. ნუ მთელი გაზაფხული და ზაფხული ჩემ და შენს გადაცემაში ბალი არ კარგავდა აქტუალობას, ხომ გახსოვთ როგორი ფასი ჰქონდა ბალს და ბალზე ლეგენდები დადიოდა თუ არ ვცდები თბილისში, ხო? მანდარინზე მაინც მოგვიწევს ლაპარაკი, პომიდორზე, კიტრზე, რომელსაც ისეთი ფასები აქვს 1 კილო კიტრი და პომიდორი რომ იყიდოს ადამიანმა 30-35 ლარი ხომ უნდა დატოვოს ირაკლი მაღაზიაში. აი საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, რა ფასებზე ვსაუბრობთ, შემოსავალი რამდენი აქვს რიგით ადამიანს, პენსიონერმა კიდევ ხო საერთოდ როგორ უნდა შეძლოს ამის გაკეთება, არ ვიცი. ნუ ალბათ ჩვენშია პრობლემა ვაღიაროთ რა, იმიტომ რომ ზუსტად ამას ვცდილობ, რომ ბოლო 1 საათის განმავლობაში ვცდილობ ავხსნა, რომ მანდარინზე ფასი თავისით კი არ იმატებს, ან ბალზე და რა ვიცი, კომბოსტოზე ან ნებისმიერ სხვა პროდუქცია ან კვერცხზე. მანდარინის გასაზრდელად და კვერცხის მოსაყვანად ქათმისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა, რომ გათბობა კონდეს იმ ქათამს, რეჟიმი კონდეს, საკვები უნდა მიეწოდეს, ყველაფერი ფული ღირს. ფულს თავისი ფასი აქვს, თავის მხრივ. ეს ფული ციდან კი არ ვარდება. ან ვიღაცისგან უნდა ისესხოს ბიზნესმენი და ან ბანკისგან უნდა აიღოს სესხი, ხო ეგრეა? კი. ან თავის ჯიბიდან უნდა ამოიღოს, რომელიც შეეძლო ამ დროს ბანკში დაედო. ამ ფულს თავისი ფასი აქვს, ბანკიდან რო იღებს ამ ფულს, პროცენტი ერიცხება. იმისთვის რომ ამ ქათამს ეგრეთ წოდებული თავისი სპეცსაკვები კორმას რომ ეძახიან ეგრეთ წოდებული აჭამო, ხო? ამ ფულს რო ფასი აქვს, ამას წვიტავს საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი. ამას ვცდილობ რომ ავხსნა, თან მარტივი ენით, რა ვიცი, ისეთი ენით ვცდილობ ეს ავხსნა, როგორც აი 8 წლის ბავშვმა რო აღიქვას და გაიგოს რა. ანუ სახელმწიფო კომისია ვერ არეგულირებს ფასებს. ფასებს არეგულირებს
საპროცენტო განაკვეთი, ანუ ბანკები რა პროცენტში გასცემენ სესხებს, ეგ არეგულებს ყველაფერზე ფას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რასაც ყველაზე დიდი ზეგავლენა გარდა საპროცენტო განაკვეთის, ეს არის სტრატეგიული რესურსები, ან ნავთობი, ელექტროენერგია, გაზი, იმიტომ რომ ამათ მეშვეობით ხდება ყველაფერი სხვის წარმოება. აგური რო იწარმოება მაგალითად ქარხანაში. ძირითადი ხარჯი რა არის, იცით აგურის? ხო არ გონიათ რომ ის ტალახია, რომლისგანაც აგურებს აცხობენ. არა, გაზის ხარჯია ყველაზე დიდი. იმიტომ რომ მის გამოცხობა სჭირდება გაზი და გაზი ფასი იზრდება თუ მცირდება, ამის მიხედვით ძვირდება ან იაფთება აგური და შესაბამისად მშენებლობის ფასი სამშენებლო ბაზარზე, რაც აისახება მერე უკვე უძრავი ქონების ფასებზე. ასევე ელექტროენერგიისა, საწვავის ფასები და გაზის ფასები აისახება თითოეულ პროდუქტის ფასზე. ამიტომ ამას ვცდილობ რომ გავაგებინო მოსახლეობას, რომ რეალურად თუ გვინდა რომ ფასი არ გაიქცეს სხვადასხვა პროდუქციაზე, აქ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ჩავეძიოთ, ვიდრე ეგრეთ წოდებული სამთავრობო კომისიები. აქ უნდა იყოს გარკვეულწილად ჯერ ეს ერთი ამ საქმეში პროფესიონალები ჩართული და არა უბრალოდ პარლამენტის წევრები, რომლებიც არიციან ეგ საკითხი. და 5-4 წუთი და სწორედ ეს კითხვა მინდოდა როგორმე დამესვა ახლა თქვენთვის, რომ აი თქვენ თუნდაც კომპეტენტურ პირებს რატომ არ გისმენთ ხელისუფლება. ფაქტია ხედავთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ თვითონაც ხედავენ, რომ ვერაფერს ვერ აკეთებენ. რა თუნდაც, რომ რეზულტატი რა, რომ გააკეთონ და შეამცირონ ფასები რა შეეცვლებათ. უკეთესად იცხოვრებენ? თავისივე ახლობელ ბიზნესმენებს მოგება შეუმცირებენ? არა, ეს იგივე არის ფარმაცევტული ბიზნესი. ხო, რა თქმა უნდა. იგივე არის კაზინოებიც. აი, პირველ ნაწილში ქალმა დარეკა, რომ აი ეს ახალგაზრდები არიან ამ კაზინოების დაღუპულები, სკოლის მასწავლებლები, სტუდენტები და ანუ აი ამ როგორც ფარმაცევტული ბიზნესი და თავიანთი მეგობარი ბიზნესმენების გაწირვა არ უნდათ და პირობითად რომ ფული უფრო მეტი დარჩეთ თუ როგორ ხდება, როგორ ცილებენ მე ვერავის ცილს ვერ დავწამებ, მაგრამ აი კაზინოებიც ფაქტიურად ანალოგიურია. აი ნახეთ, ახლავე რო გითხრათ, რატო არის ფუჭი ეს ქმედება, რაც საკეთებენ. ფარმაცევტული ბიზნესის მაგალითზე რო ავიღოთ. ქვეყანაში გვაქვს 3 მსხვილი ფარმაცევტული კომპანია, ხომ ვიცით ნათია? დიახ. ერთ-ერთი მათგანი არის, დამფუძნებელი არის ოპოზიციურად განწყობილი, ესეც ხო ვიცით? კი. 2 მათგანი არის მთავრობის მხარდამჭერი. პარლამენტში წავთ წარმომადგენლები და თავისი ლობისტები, ხო ეგრეა? და რა უნდა ქნას პარლამენტის კომისია, ვთქვათ, გადაწყვიტეს და კანონის დონეზე მიიღეს გადაწყვეტილება შევამციროთ ფასები. თუ შეამცირებენ ფასებს ყველა კომპანიაში, მაშინ მათი 2 მოკავშირე ფარმაცევტული კომპანია წავა ზარალზე, ამდენ ფულს ვერ იშოვის და არ აწყობთ. ეხლა კიდე ერთი ვარიანტი განვიხილოთ, რომ მარტო ოპოზიციურად განწყობილ კომპანიას შეამცირებინონ ფასები. რა მოხდება, იცით ამ შემთხვევაში? ყველა წავა და იმ ოპოზიციურ განწყობილ აფთიაქში იყიდის, წამებს რომ იაფი ფასი იქნება და მაინც შეუმცირდება, მოგება სამთავრობო კომპანიებს. ანუ არჩევანი შეზღუდული აქვს. ვერ ძალდატანებით ფასს ვერავის ვერ შეამცირებს. ეს არის ძველი მიდგომა, რომელმაც არ გაამართლა მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოში, როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ აი შენ ეს გააკეთე და გინდა თუ არ გინდა, ერთი დღე რო იმუშავებ, ამ სამუშაოში 10 მანეთს მოგცემ. იქნება, არ მიიღებს. იქნება და მე ვწყვიტავ და თუ შემიძლია მეტი ვიმუშაო, 20 მანეთისას ვიმუშაო 30, ანუ არ უშვებენ ბოლომდე საბაზრო ეკონომიკაში ქვეყანას რა. ანუ თავისუფლების დონე არ არის ისე დონეზე, როგორც უნდა იყოს. ეგ გარდაიქმნება ეკონომიკურ ტერმინებში, როგორც კონკურენცია. ხშირად რო ესმით ტელევიზორში ეკონომისტები რო ამბობთ, რომ კონკურენცია უნდა იყოს უფრო მაღალი, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რაღაცა ეკონომიკური ტერმინი უნდა იყოს უფრო გამძაფრებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში თავისუფლება უნდა მეტი იყოს ბიზნესში. მეტი ადამიანი უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. 2 და 3 ადამიანი კი არ უნდა შეუვლობდეს ფულს ფარმაცევტულ ბიზნესში. 10, 15 და იქ ბევრად მეტი ადამიანი უნდა იყოს დასაქმებული, ფასებიც ნაკლები იქნება. ჩვეულებრივი ადამიანის ეგ როგორ გარდაითარგმნება.
ფასებიც ნაკლები იქნება და იქ ვინც იმუშავებს ისინი ხელფასებს მეც მიიღებენ. დიდი მადლობა ამოიწურა სამწუხაროდ ჩვენ გადაცემის დრო. გმადლობთ როგორც ყოველთვის ირაკლი საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა, თუმცა როგორც ყოველთვის არ გვეყო იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც კიდევ უნდა გაგვევლო. თუმცა დიდი მადლობა. სამომავლოდ აუცილებლად კვლავ იქნება ბატონი ირაკლი ჩემი პირად გადაცემის სტუმარი. შეგახსენებთ, რომ ეს გახდათ გადაცემა სოციალური თემატიკა. ეკონომიკის პროფესორი ირაკლი მურცხვალაძე იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. კიდევ ერთხელ მიულოცავ მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულებს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვოთ. დიდი მადლობა თქვენ დარჩით ობიექტივზე. მე ჟურნალისტი ნათი ამაზანაშვილი მუშაობდი თქვენთან 2 საათის განმავლობაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობთ რომ გვისმენთ, გვიყურებთ, დარჩით ობიექტივზე.